4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბონავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავეცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭერლიშვილმა გამოაცხადა. განაჩენით მარიამ მეყანწიშვილს 5,000 ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბონავერიანს კი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მარიამ მეყანწიშვილი, რომელიც გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, განაჩენს სასამართლოს ეზოში ელოდებოდა. ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას ედავებოდნენ. აბონავერიანს და ანტონ უპერს ბრალდებოდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას ბრალდებოდა ჯგუფური მოქმედების ორგანიზება. მათ ბრალი არ აღიარეს. თავდაპირველად ამ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა. მათგან 8 პირს ალექსანდრე ხაბეიშვილს, ბექა ქელეხსაშვილს, გიორგი მუმლაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ავთანდილ სურმანძეს და ვახტანგ ფიცხლაურს 3 წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. რთულია, ნანა აბო გამაგრდით, ძალიან ღირსეული ადამიანები ხართ, არც ერთმა არ აღიარა ის, რაც არ ჩაუდენია და თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან აუცილებლად და გვპირდებით, რომ ძალიან მალე დასრულდება ის უსამართლობა, რა უსამართლობაში და რა მოცემულობაში საფუძვლად ყოფა და იმ პატიმრებისთვის, ვისაც 5 წელი მიუსაჯეს, დაწყებული პარტა ბურჭულაძიდან დამთავრებული დღეს ჩემი თანამებრძოლებით, ყველასთვის ვიბრძოლებთ, თითოეული თქვენგანი არის ჩვენი თანამებრძოლი, ჩვენთვის ყველაზე ღირსეული ადამიანი ქვეყნის განმათავისუფლებელ ბრძოლაში და აუცილებლად დაგვიბრუნდებით და ერთად ავაშენებთ აუცილებლად დემოკრატიულ, თავისუფალ და წარმატებულ საქართველოს. მარიამ მელოდის გათავისუფლების საპატიმრო განაჩენი იქნებოდა თქვენ შემთხვევაში. საღამოს მოსწავლეზე აუცილებლად მისვლას ძალიან დიდი მადლობის გადახდას იმ ადამიანებს, რომლის სოლიდარობის დამსახურებაც არის ჩემი დღეს არასაპატიმრო ესე ვთქვათ გადაწყვეტილება. არ ველოდი სიმართლე გითხრათ და დღეს მომზადებულიც მოვედი. რა ვიცი, ჩავიცი ძალიან კომფორტულად, რომ მზად ვიყავი ყველანაირი განაჩენისთვის. მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ დამნაშავეცნო ამავე საქმის ფარგლებში დაკავებული კიდევ 13 პირი, თუმცა 12 საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ერთმა ბრალდებულმა მანუჩარ მიქელაძემ, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, შეთანხმებაზე უარი განაცხადა. 12 ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება აქამდე გათავისუფლებული 22 მსჯავრდებულისაგან განსხვავებული პირობით გაუფორმდა. შეთანხმების პირობაა 1 წელი რეალური მსჯავრი, 3 წელი კი პირობითი სასჯელი. ამ 12 ბრალდებულიდან მხოლოდ საბა კორძაია გაატარებს ციხეში ნახევარი წლით მეც პროკურორის განმარტებით მას სხვა საქმეებზე აქვს მისჯილი 1 წელი და 6 თვე. ბრალდებულებს სასჯელის მოხდის ვადის ათვლად დაკავების დღიდან დაეწყოთ. შესაბამისად საბა კორძაიასა და მანუჩარ მიქელაძის გარდა 11 ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებას 4 თვეში დატოვებს. თავდაპირველი ინფორმაციით შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა მანუჩარ მიქელაძეც. სხდომის დაწყების წინ გაირკვა, რომ ის თანახმა აღარ იყო. აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. Poliție, samazio parti, neza, gamutleuna qua axis monatlevis mier gamutleuna qua, gaute ka tome chatuti, taunde chatuti gaute ka ta. Ronela ta belonda daide. Esensi esa samana sheni. Esa meichu osteta na rode. Akabata, bicheta, bengenas mo chenita. Odos khat. Odos shegizia, no me gamasana. Umalis nerzo gasana. ჩვენ მასკერმა გადააშალა აუცილებლად მე აფიში სამართლის გომარეობა საშიში გომარეობა ანგლების მომავალი ყველასთან მასის კერება ჩვენ როგორც ჩვენ უჯახებს ასე ფამისები აკეთებს ასე ფამისები რუსეთის სასამა მე ვასწავლე გომოს აფიში საშიში გომარეობა ამიჯი ეს საშიში ხალხა უკრავს მომავალი ეშუბება არც So absolutely universal de pastorilla. All the good things that are in the pastor. I should be back on it. I got to go. I think the same. The same area. The same area. Really, I'm not
ჩავიდეთ და ნახოთ ის არა დასული როგორც მოვა. მანუჩარ მიქელაძის სიტყვის მოსმენის შემდეგ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა გიორგი კირვალიძემაც და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა. ის ხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. მას შეთანხმება გაუფორმდა, რადგან მან ეს რეპლიკა მას შემდეგ გააჟღერა, რაც მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. განცხადებით მოგმართა დაადასტურა თავსნობდა დამნაშავე წამებიან ბრალდებაში მოსამართლის კითხვებზე რომ ცნობდა თუ არა თავს დამნაშავე ბრალდებაში თქვა რომ დიახ ცნობდა თავს დამნაშავე ბრალდებაში განაცხადა რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს მუქარას იძულებას ძალადობას ადგილი არ ქონია საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო მისი ნება და ამის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება რომ დაემტკიცებინა და გამოიტანა განაჩენი მის მიმართ განაჩენის გამოტანის შემდეგ ის გახდა აგრესიული და თქვა რომ უკან მიჰქონდა აღიარება თუმცა ასეთი რაღაც არ არსებობს საპროცესო კოდექსში განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო უარს ვერ იტყვის. 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 64 ადამიანი იყო ბრალდებული. მათგან მხოლოდ მეყანწიშვილს შეუფარდეს ჯარიმა. ყველა დანარჩენს კი ვინც უარი თქვას პროცესო შეთანხმებაზე, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.